მეგობრებო, გამარჯობა. მე ვარ ოლიკო და ვაგრძელებ ვიდეო გაკვეთილების სერიას ვიზუალურ პროგრამირებაში. დღეს განვიხილავთ Google-ის მიერ შემოთავაზებულ ძალიან საინტერესო და სახალისო ალგორითმულ გამოწვევას. აქტივობის მიზანია მივაგნოთ პრობლემის გადაჭრისთვის მაქსიმალურად მოკლე და ეფექტურ გზას. თუმცა, რა თქმა უნდა გვახსოვდეს უმნიშვნელოვანესი პრინციპები. პროგრამირებაში პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა შეიძლება არსებობდეს. აი ამ მარტივი მიზეზების გამო. პირველი, ეს გახლავთ განსხვავებული მიდგომები. ანუ ერთი და იგივე პრობლემის გადაჭრა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვადასხვა ალგორითმითა და ლოგიკით. ზოგიერთი გზა შეიძლება იყოს მარტივი, ზოგი კი უფრო რთული, მაგრამ ეფექტური. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ პროგრამირება გახლავთ შემოქმედებითი პროცესი. ანუ სხვადასხვა ადამიანს შეუძლია წარმოადგინოს ერთი და იგივე პრობლემის გადაჭრის უნიკალური გზა. მოდით დავიწყოთ მუშაობა და ვიცადოთ ვიპოვოთ გამოწვევების გადაჭრის ოპტიმალური გზა და აუცილებლად ვიდეოს კომენტარებში შემოგთავაზეთ თქვენეული პროგრამული კოდი თითოეული გამოწვევისთვის. მეგობრებო, მოდით დავიწყოთ მუშაობა. იმისთვის, რომ ჩავერთოთ აღნიშნული გაკვეთილი, Google-ში უნდა ჩავწეროთ Google Code Rabbit, დავატკაპოთ Enter-ს და ავირჩიოთ პირველივე შემოთავაზებული აქტივობა. დავატკაპოთ Place და მოდით ვნახოთ, რას გვთავაზობს აღნიშნული პლატფორმა. ნახეთ, თუ დავაწყაბებთ წერტილს, ჩვენ ვნახავთ რამდენიმე აიქონს. პირველი აიქონი არის ფაქტობრივად სხვადასხვა დონეების რუკა. აქედან ჩვენ ვხედავთ, რომ სულ გვაქვს 6 ნაბიჯი გასავლელი და ნახეთ, დააკვირდით თითოეულ ნაბიჯზე მოცემული გვაქვს ბლოკების ის რაოდენობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ აღნიშნული გამოწვევის გადაჭრისთვის. ანუ აქ მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ თითოეული გამოწვევისთვის შესაბამისი ალგორითმი და პროგრამული კოდი და ასევე გავითვალისწინოთ ბრძანებების ლიმიტი პროგრამულ კოდში. მაგალითად, პირველი გამოწვევის გადალახვისთვის უნდა შევადგინოთ ისეთი პროგრამული კოდი, სადაც 2 ბრძანება იქნება, მეორე გამოწვევის გადალახვისთვის ისეთი კოდი, სადაც 5 ბრძანება იქნება და ასე შემდეგ. მოდით დავიწყოთ მუშაობა, გეტყვით იმას, რომ პირველი 2-3 ეტაპი არის საკმაოდ მარტივი, მეოთხე და მეხუთე შედარებით რთული, ხოლო მეექვსე გამოწვევა გაცილებით რთული გახლავთ ვიდრე პირველი 5 გამოწვევა, თუმცა ძალიან საინტერესოა, რადგან მას აქვს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა და ძალიან საინტერესო იქნება თქვენს გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და პროგრამული კოდის თქვენაული ვერსია. მოდით დავიწყოთ მუშაობა პირველი გამოწვევის გადაჭრით. მეგობრებო, როგორც ხედავთ, პირველი გამოწვევა არის საკმაოდ მარტივი. ჩვენი მიზანია ბაჭიას დავეხმაროთ ორივე სტაფილოს აღებაში, რისთვისაც გამოვიყენებთ წინ გადაადგილების ბრძანებებს. მაგრამ მოდით გავიხსენოთ, რა არის ის საბაზისო კონცეფცია, რაც მნიშვნელოვანია დაპროგრამების დროს. მეგობრებო, დაპროგრამების დროს მნიშვნელოვანია ბრძანებების თანმიმდევრობა, რადგან სწორედ ბრძანებების თანმიმდევრობა განსაზღვრავს კოდის შესრულების ლოგიკას. ანუ ზოგადად კომპიუტერი ინსტრუქციებს ასრულებს ზუსტად იმ თანმიმდევრობით, როგორც დაწერილია. შესაბამისად, არასწორი თანმიმდევრობა იწვევს არასწორ შედეგებს და პროგრამის გაუმართავობას. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა, ჩვენმა პროგრამულმა კოდმა სწორად იმუშაოს, უნდა დავიცვათ ბრძანებების თანმიმდევრობა. ამ შემთხვევაში გვჭირდება 2 წინ გადაადგილების ბრძანება, რომელსაც ესე თანმიმდევრულად ჩავსვამთ, დავაწყაბებთ წინ გადაადგილებას და როგორც ხედავთ, ბაჭია ესე 2 ბრძანების შედეგად მივა დასახულ მიზნამდე. ახლა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ამ შემთხვევაშიც მეგობრებო გვჭირდება ისე ბრძანებების თანმიმდევრობის დაცვა, თუმცა ამ შემთხვევაში შემოდის კიდევ ერთი ახალი ბრძანება, რომელიც მარჯვნივ მოbrunებას ნიშნავს. როგორც ხედავთ, აქაც გვჭირდება ორჯერ წინ გადაადგილება, მარჯვნივ მოbrunება და შემდეგ ისევ ორჯერ წინ გადაადგილება. ამიტომ მოდით დავიწყოთ პროგრამული კოდის შედგენა. ბაჭია უნდა გადაადგილდეს ორჯერ წინ, შემდეგ მოbrunდეს მარჯვნივ და შემდეგ ისევ ორჯერ წინ უნდა გადაადგილდეს. როგორც დასაწყისში გვითხრეს, აი ამ რუკით, ნახეთ, მეორე ნაბიჯზე გავითვალისწინეთ და ჩვენი პროგრამული კოდი ზუსტად 5 ბრძანებას შეიცავს. დავაწყაბოთ გაშვებას და ნახეთ, ბაჭია ესე სწრაფად მივა მიზნამდე. გადავიდეთ მეგობრებო მესამე ეტაპზე და მოდით შევხედოთ და გავიხსენოთ რამდენ ბრძანებას უნდა შეიცავდეს მესამე ეტაპზე ჩვენი პროგრამული კოდი. ნახეთ, იმისთვის რომ პრობლემის გადაჭრის ყველაზე მოკლე გზა ვიპოვოთ, გვჭირდება 4 ბრძანება. მოდით დავაკვირდეთ, ხო? ამ შემთხვევაში ბაჭია უნდა გადაადგილდეს ორჯერ წინ, შემდეგ მარჯვნივ მოbrunდეს, შემდეგ კიდევ ორჯერ წინ გადაადგილდეს, ისევ მარჯვნივ შემოbrunდეს, კიდევ ორჯერ წინ გადაადგილდეს, შემდეგ ისევ მარჯვნივ მოbrunდეს და ისევ ორჯერ წინ გადაადგილდეს. როგორც ხედავთ, ჩვენ რაღაც მოქმედებები გაგვიმეორდა.
სწორედ იმისთვის, რომ მარტივად დავწეროთ ის ბრძანებები, რომელიც ხშირად მეორდება ხოლმე, გვაქვს ახალი ბრძანება, რომელსაც ქვია ლუპი, ანუ იგივე ციკლი. ციკლი გვეხმარება რაღაც მოქმედებები რამდენჯერმე გავიმეოროთ, ხო? აი მოდით კიდევ უფრო დეტალურად აგიხსნით და გაგახსენებთ რა არის ციკლი. ციკლი მეგობრებო, პროგრამირებაში არის კონცეფცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს კოდის გარკვეული ნაწილი რამდენჯერმე გავიმეოროთ. ციკლის საშუალებით გავიმეორებთ მოქმედებებს, ანუ ბრძანებებს რამდენჯერმე, რითიც დავზოგავთ დიდ დროს და ენერგიას, ხო? აი ამ შემთხვევაშიც, რადგან ბაჭია სჭირდება ორჯერ წინ გადაადგილება და შემდეგ მარჯვნივ მობრუნება და ამ მოქმედებებს ის 4-ჯერ იმეორებს, ამიტომ პირდაპირ ავიღებ 4-ჯერ გამეორების ბრძანებას და 4-ჯერ გამეორებაში ჩავწერ ბაჭის წინ ორჯერ გადაადგილებას და შემდეგ მარჯვნივ მობრუნებას. ნახეთ, აი ეს მოქმედებები ბაჭიამ 4-ჯერ უნდა გაიმეოროს. როგორც ხედავთ, ლუპი დაგვეხმარა იმაში, ანუ ციკლი დაგვეხმარა დროის დაზოგვაში და ჩვენი კოდიც მეტად ოპტიმალური გახდა. და ჩავეტიოთ მოცემულ ლიმიტში. გადავიდეთ შემდეგ გამოწვევაზე. უკვე მეოთხე გამოწვევაზე ვარ და აქ შეგვახსენეს, რომ პროგრამული კოდი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 7 ბრძანებას. მოდით დავაკვირდეთ, ნახეთ, აქაც ფაქტობრივად გვჭირდება წინა გამოწვევების ლოგიკა, ანუ იმისთვის, რომ პირველი კვადრატის გასწვრივ აიღოს ბაჭიამ სტაფილოები, გვჭირდება ზუსტად იგივე ლოგიკის გამეორება, რაც წინა გამოწვევაში დაგვჭირდა, თუმცა შემდეგ გვჭირდება ბაჭიამ გადაინაცვლოს მეორე კვადრატზე და მეორე კვადრატის გასწვრივაც ააგროვოს სტაფილოები, ხომ? მოდით დავიწყოთ მუშაობა, დავწეროთ ისევ წინა ლოგიკა, ანუ 4-ჯერ უნდა გაიმეოროს ბაჭიამ, 2-ჯერ წინ გადაადგილება და მარჯვნივ მოbrunება და ნახეთ, როდესაც პირველ კვადრატს გაივლის, ამის შემდეგ ის უნდა გასწორდეს, ანუ სწორი მიმართულებით უნდა შებრუნდეს, რომ შემდეგ დაიწყოს მეორე კვადრატზე მოbrunება. მოდით გავუშვათ და დავაკვირდეთ, რა მიმართულებით ასრულებს მოქმედებას ბაჭია, ნახეთ. აი, როდესაც ამ ბრძანებას შეასრულებს, ბაჭია დგას ესეთი მიმართულებით. ამიტომ ის უნდა მივაბრუნოთ მარჯვნივ ორჯერ, რომ გასწორდეს და შესაბამისად გაიმეოროს ისევ იგივე ბრძანებები. ამიტომ მეგობრებო, აქ უნდა დავამატოთ ორჯერ მარჯვნივ მიბრუნება და ეს ყველაფერი უნდა ჩავსვათ ორჯერ გამეორებაში. ანუ ეს ლოგიკა პროგრამამ უნდა გაიმეოროს ორჯერ. ჩავსვათ გამეორებაში, ოღონდ აქ უკვე ავირჩიოთ ორჯერ გამეორება. მოდით გავუშვათ და ვნახავთ, რომ ბაჭია საკმაოდ სწრაფად მივა მიზნამდე. და აქაც ნახეთ, დავიცავით პრინციპი და გამოვიყენეთ ზუსტად 7 ბრძანება აღნიშნული გამოწვევის გადაჭრისთვის. მეგობრებო, როგორც ხედავთ, გადავედით უკვე მეხუთე ნაბიჯზე, სადაც მინიშნება, რომ გამოვიყენოთ 6 ბრძანება პროგრამული კოდის შედგენისას. ნახეთ, აქაც დაახლოებით იგივე ლოგიკაა, როგორც წინა სავარჯიშოებში. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ უნდა დავეხმაროთ ბაჭიას ერთი კვადრატის გასწვრივ სტაფილოების შეგრავებაში, თუმცა აქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლოს სწორი მიმართულებით შებრუნდეს ბაჭია, რომ გააგრძელოს დანარჩენ კვადრატებზეც სტაფილოების აღება. ამისთვის, მეგობრებო, ისევ ავიღოთ 4-ჯერ გამეორების ბრძანება და 4-ჯერ გამეორებაში ჩავსვათ 2-ჯერ წინ გადაადგილება და მარჯვნივ მოbrunება და ამ შემთხვევაში, როდესაც აი პირველ კვადრატს გაივლის, შემდეგ დასჭირდება მარცხნივ შებრუნება და ისევ იგივე მოქმედებების გამეორება. ამიტომ ავირჩიოთ მარცხნივ შებრუნების ბრძანება და შემდეგ ეს ყველაფერი ჩავსვათ უკვე 4-ჯერ გამეორებაში, რადგან ამ ბრძანებების თანმიმდევრობა ზუსტად 4-ჯერ უნდა გაიმეოროს იმისთვის, რომ მთელი პერიმეტრი დაიფაროს. აი, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით სწორად მუშაობს ჩვენი კოდი და მართლაც 6 ბრძანება გამოვიყენეთ აღნიშნული გამოწვევის გადასალახად. გილოცავთ, ვინც მომყვებით და წარმატებით გადალახეთ 5-ვე გამოწვევა და აი უკვე გადავედით მეგობრებო მე-6-ე ბოლო გამოწვევაზე, რომელიც შედარებით უფრო რთულია, ვიდრე წინა გამოწვევები და თანაც გეტყვით რატომ არის განსაკუთრებული მე-6-ე ფინალური გამოწვევა. რატომ არის მე-6-ე გამოწვევა განსაკუთრებული? როგორც დასაწყისში აღვნიშნე, პროგრამირება არის შემოქმედებითი პროცესი და რამდენი ადამიანის არსებობს, შეიძლება ზუსტად იმდენი პრობლემის გადაჭრის გზა იყოს შემუშავებული, ხომ? ამ შემთხვევაშიც, როდესაც დავიწყე ამ გამოწვევაზე მუშაობა, მე შევიმუშავე რამდენიმე პროგრამული კოდის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც ზუსტად 6 ბრძანებისგან შედგებოდა, თუმცა მე დავინახე კიდევ პრობლემის გადაჭრის კიდევ ახალი, შედარებით უფრო მოკლე გზა, რომელიც უკვე 5 ბრძანებისგან იყო შედგენილი და ბოლოს ვიპოვე კიდევ ერთი პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთი გზა, რომელიც უკვე 4 ბრძანებისგან შედგებოდა. ანუ ფაქტობრივად
ინსტრუქციაში იყო 6 ბრძანება მოცემული, თუმცა მე შევძალი მომეფიქრებინა კოდი, რომელიც 5 ბრძანებით ან 4 ბრძანებით გადაჭრიდა იგივე მოქმედებას. ამიტომ მეგობრებო, მე გაჩვენებთ კოდის ამ ორივე ვარიანტს და ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება თქვენ შემოგთავაზოთ თქვენი ვარიანტები. გამოწვევას გადაჭრის შედგება 5 ბრძანებისგან, კერძოდ გამოიყურება შემდეგნაირად. ბაჭია უნდა გადაადგილდეს წინ ერთი ნაბიჯით, შემდეგ მოbrunდეს მარჯვნივ, შემდეგ ორი ნაბიჯით გადაადგილდეს წინ და ეს ბრძანებები უნდა გაიმეოროს მან 12 ჯერ იმისთვის, რომ აიღოს ყველა სტაფილო. მოდით გავუშვათ აღნიშნული კოდი და შემდეგ გაჩვენებთ მეორე ვარიანტს, რომელიც უკვე 4 ბრძანებაში აგვარებს იგივე პრობლემას. როგორც ხედავთ, სწორად იმუშავა ჩვენმა კოდმა. მოდით უკვე მეორე ვარიანტიც განვიხილოთ, ისევ რუკას დავაწყაბებ, ისევ მე-6 ბრძანებაზე გადავალ და ახლა გაჩვენებთ კოდის მეორე ვარიანტს, რომელიც უკვე 4 ბრძანებას შეიცავს. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება, ბაჭიას დასჭირდება 3 ჯერ წინ გადაადგილება და შემდეგ მარცხნივ მოbrunება და თუ ამ კომბინაციას გაიმეორებთ 13 ჯერ, მაშინ ყველა სტაფილოს აღება შეძლებს. მოდით გავუშვათ და ვნახოთ, როგორ იმუშავებს ეს კოდი. როგორც ხედავთ, სწორად მუშაობს პროგრამული კოდი და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენს გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება და პროგრამული კოდის ამ შემთხვევაში მე-6 გამოწვევის გადაჭრის თქვენეული ვერსია. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს და ველოდებით თქვენს კომბინაციებს. დროებით!